ანასეულის კვლევითი ინსტიტუტს კი წელს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება. თითქმის ერთ საუკუნოვან იუბილეს ანასეულის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი უნიკალური შრომებით ხდება. დღეისთვის კი აქ უმთავრესი თემა კივისა და სტევიის გამოყიერების სისტემის შექმნა გახავთ. უფრო დეტალურად რა გამოკვლევებზე მუშაობენ გურიაში მეცნიერები სიუჟეტში ნახავთ. ანასეული მეცნიერებასთან, სამეცნიერო ცხოვრებასთან ასოცირდება. დაბით ცხოვრებთა უმეტესობა მეცნიერები, სწავლულები და აღნიშნულ ინსტიტუტში დასაქმებულები არიან. ანასეულის კვლევით ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება. დაბადების დღეს იუბილარი ინსტიტუტი სამეცნიერო კონფერენციებით და საზეიმო ღონისძიებებით ხვდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოსთან ერთად 7 უცხოური ქვეყანა მიიღებს. ეს არის ბატონო ჩემო ჩეხეთი, ეს არის უკრაინა, ეს არის ბელორუსია, ეს არის აზერბაიჯანი, რუსეთი, პაკისტანმა და ნამიბიამ გამოთქვა კიდე რა ქვიან სურვილი რომ მიიღოს მონაწილეობას. კიდე გარკვეული პერიოდი ეს აქტივობა ალბათ კიდე რა იქნება გაგრძელებული ოქტომბრამდე კიდე არის დრო. ფაქტობრივად უკვე მიღებულია ინსტიტუტში 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 23 უცხოური და ქართული სამეცნიერო კვლევითი და უმაღლეს საკანონმდებლო დაწესებულებებიდან. ცხრა სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში სრული ციკლია თავმოყრილი ნიადაგის კვლევიდან დაწყებული სელექციის საკითხებიდან გენეტიკის შესწავლა გადამუშავებისა და მანქანათმშენებლობის საკითხებით დამთავრებული. დღეისათვის უკვე ბაზარი ითხოვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, ორგანულ პროდუქციას ითხოვს და აი მთელი კვლევა და დიაბეტის, ლომის წილის დიდად მიმართულებები ამ მიმართულებით მიდის, ესე იგი შერჩევა რა შეიძლება ელიტური სარგავი მასალის, სელექციური მასალის, შემდეგ მისი გადაყვანა ორგანულ იმაზე მიწათმოქმედებაზე და შემდეგ ისეთნაირად გადამუშავება, რომ სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტები მივიღოთ. თავდაპირველად ახალი სახის პროდუქტების და ბიოაქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორიას ვეწვიეთ, რომელსაც ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პროფესორი ზურაბ ძნელაძე ხელმძღვანელობს. მათი ძირითადი ორიენტირი მცენარეთა ნედლეულებიდან ახალი სახის კვების პროდუქტების დამზადება. ლაბორატორიას ამ პერიოდისათვის მისი არსებობის პერიოდში დამუშავებული აქვს 50-ზე მეტი ახალი სახის პროდუქტი. სულ პირველად საქართველოში მსოფლიო ჩაის წარმოების პრაქტიკაში ლაბორატორიაში დამუშავდა, უпроსორად ინსტიტუტში დამუშავდა ახალი სახის პროდუქტები ჩაის ბაზაზე, ეს არის თხევადი ჩაის პროდუქტები და უალკოჰოლო მატონიზირებული გაზირებული სასმელები. ქალბატონმა ანგელინამ ვაზის ლურჯ წყილზე, რომელიც ძირითადად თხილის ფოთოს ანადგურებს, შხამის შესხურების კალენდარული ვადები ჩვენთან ერთად დაადგინა. ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული თემა არის თხილნარების მავნებელ დაავადებები და სარეველები, რომლის შესწავლა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს თხილნარებში. შექმნილია ფრიად საინტერესო მასალები და ამჟამად მუშაობთ უკვე წიგნის გამოცემაზე. სელექციის ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ლაბორატორია მთავარ მიღწევად ახალი ჯიშის ფორმების გამოყვანას მიიჩნევს. ჩვენში ბოლო დროს გავრცელებული კივის 3 ფორმა აღნიშნულ ლაბორატორიაში სხვადასხვა სახის ციტრუსოვანებთან ერთად გამოიყვანეს. ძირითადად სელექციის განყოფილება მუშაობს ციტრუსოვანებზე, ლიმონი, მანდარინი, პორტოხალი, გრეიპფრუტი, გამოყავს ახალი ჯიშები, მუშაობთ ფეიხოიაზე, მუშაობთ სუბტროპიკულ ხურმაზე, მუშმალაზეც მუშაობთ კივზე. 3 ფორმა გვაქვს გამოყოფილი: ბუმბერაზი, საადრეო და გოლიათი. მცენარეთა კვების ოპტიმიზაციისა და ახალი კულტურების განოყიერების ჯგუფის ხელმძღვანელი იზო მამულაშვილი ლაბორატორიაზე საუბარს შორიდან, ანუ შექმნის დღიდან იწყებს და იმ მიღწევებზე გვიყვება, რომელიც აღნიშნულ განყოფილებას მუდმივად თანახდა. ლაბორატორია სუბტროპიკულ კულტურების განაყოფიერების საკითხებს ემსახურება. დღეისათვის უმთავრესი თემა კი აქტინიდის კულტურის, ანუ კივისა და სტევიის განოყიერების სისტემის შექმნა გახლავთ. ეს არის ბუნებრივი დამატებობელი, რომ ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ ყოველგვარი ქიმიური და სხვა სინთეზური გზით კი არ მივიღოთ ეს დამატებობლები ქიმიურად, არამედ ბუნებრივად. ყველა სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომელიც ჩაის მოვლა-მოყვანისათვის გამოიყენება, რომან მარგალიტაძის განმარტებით აღნიშნულ ლაბორატორიაშია დამუშავებული. ყველა სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომელიც ჩაის მოვლა-მოყვანაში გამოიყენება, დამუშავებული აქვს.
აი ეს არის ერთი აგრეგატი, რომელიც პირდაპირ ეს ჩვენი პირმშია, რომელიც შერჩევითი ჩაისაკრებია, ამას ქვია ანასეული 2. ტექნიკური ბიოქიმიისა და არომატიზაცია ვიტამინიზირების ლაბორატორიის გამგე ნანული ორაგველიძე გვიხსნის, რომ ტექნიკური ბიოქიმია გადამუშავების პროცესებს სწავლობს, მათი ლაბორატორია კი კვლევებს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მაგალითზე ახდენს. ჩვენ სწავლობთ გამომუშავებული პროდუქტების ბაზაზე, რა სახის დაბალი კალორიული შაქრის შემცველები შეიძლება გამომუშავდეს. გვაქვს, ესე იგი, უშუალოდ ფოთოლი გადამუშავებული დაფერმენტებული შავი სტევია, მწვანე სტევია, გვაქვს გრანულირებული სტევია, სტევის კონცენტრატები, მშრალი, თხევადი და სტევიის შემცველი პროდუქტებზე მუშაობთ. აგროტექნოლოგიების ლაბორატორიის გამგეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს პროფესორ ზაურ გაბრიჩიძეს ლაბორატორიის ნაცვლად ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთზე გავყავართ, სადაც კივის მეურნეობაა გაშენებული. გავაშენეთ აქტინიდიის საუკეთესო ნაყოფი და მისი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია. აი აგერ არის გადმოცემული მაღალ მეცნიერულ დონეზე. აი ასეთი ბროშურები, რეკომენდაციები და ინსტრუქციები მიდის მომხმარებლამდე, ფერმერებამდე და ეს ხელს უწყობს კიდევ პერსპექტივაში ამ კულტურების განვითარებას. ვითხოვთ სახელმწიფოდან უფრო მეტ ხელშეწყობას. რადგან ამ კულტურებს ჯერ კიდევ სახელმწიფოში პრიორიტეტულ დარგად არ მიიჩნევენ. არადა როგორც შესავალში აღნიშნე, ამ კულტურების გარეშე ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრება წარმოუდგენელია. თითქმის ერთ საუკუნოვან იუბილეს ანასეულის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი ღირსეული მეცნიერებით, უნიკალური შრომებითა და ლაბორატორიებით, ნალოლიავების საცდელი სამეცნიერო ნაკვეთები და მცირეოდენი პრობლემებით ხვდება.